ფერის დედათა მონასტერი სასულიერო და საგანმანათლებლო კერა აჭარაში. სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის თანადგომით შეიქმნა. კომპლექსი ფერის მთაზე 5 ნაგებობას აერთიანებს. აქვეა წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია, სადაც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის გარდა დამატებითი საგნებიც ისწავლება. ფუნქციონირებს სახელოვნებო და სპორტული სტუდიები. გიმნაზიის 120 მოსწავლისთვის სწავლა უფასოა. ანა ნოდიასა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი აჭარიდან. როცა აქ მოვდივარ, თუ კი რამ პრობლემა მაქვს, ჯანმრთელობის მხრივ, სხვა მოვლენებთან დაკავშირებით არა, აქ რომ მოვდივარ, უკვე აქედან ძალიან მშვიდი, წყნარი, ბედნიერი გავდივარ. სულიერად იწმინდები, სულიერად დიდრდები და ყველაფერი ცუდ განცდებს სტოვებ და ისე მიდიხარ. აი, თავიდან იბადები ადამიანი, ახალი ადამიანი ხდები. ემოციებით სავსე სიტყვების თავმოყრა ფერიის მთაზე გატარებულმა 19 წელმა განაპირობა. თავდაპირველად ბავშვთა სახლის, მოგვიანებით კი გიმნაზიის თანამშრომლისთვის მშობლიურ გარემოში ყოველი დღე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავია, როგორც წარსულში, ისე დღესაც. ეს დაიწყო 2007 წლიდან. ჩემი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ამოვედით დავათვალიერეთ ბავშვთა სახლი იყო იმ დროისთვის და ძალიან მომეწონა აქაურობა და უკვე ღვთის წყალობა იყო ალბათ, რომ მე აქ მოვედი, დაუბრუნდი და გავხდი ამ სიმშვიდის სიწყნარის თანაზიარი და თანამშრომელიც. გვიყვება, რომ მომსწრე იყო იმ იდეის დაბადების, რომლის განხორციელების შედეგად ფერიის მთაზე ციტრუსით გაშენებული ფერდობის ადგილას დედათა მონასტერი დაარსდა. წარსულში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ადგილი, დღეს კი ერთ სივრცეში მოქცეული 5 სხვადასხვა არქიტექტურული სტილის მართლმადიდებლური ნაგებობა. წმინდა სიდონიას სახელობის ტაძარი, წმინდა ელინეს და კონსტანტინეს სახელობის ეკლესია, ნათლისღების ტაძარი, წმინდა მამა გაბრიელის სახელობის მშენებარე ეკლესია და კიდევ ერთი სალოცავი, ყოველთა წმინდათა ქართველთა ტაძარი. სამონასტრო კომპლექსი ასევე დედათა კელიებს და ქალთა ხელოვნების აკადემიას მოიცავს. ეს არის სივრცე, სადაც თავს იყრის სასულიერო და საგანმანათლებლო მიმართულება. ეს არის საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი წიგნები, გამოჩენილი დიდი მხატვრების შესახებ, დაბეჭდილი თვითონ ტაშენის გამოცემის წიგნებია. მათი ცხოვრება, სურათების მხრივ გალერეა, აი ტექნიკა, მხატვრობის შესწავლის ტექნიკა თუ როგორ უნდა წარმართოს, ესეც ყოფილი უცხო ენაზე ჩვენ. ეს დედაოს მიერაა ჩამოტანილი საზღვარგარეთიდან და არის უნიკალური წიგნები. სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის ძალისხმევით შეიქმნა. მონასტრის წინამძღვარი დედა სიდონიაა. ერთ სივრცეში მდებარე თითოეული ეკლესია თუ ტაძარი, სხვა მიმდებარე შენობისა თუ დამხმარე ნაგებობების არსებობა, სწორედ დედა სიდონიას სურვილმა, მონდომებამ და დიდმა შრომამ განაპირობა. იღუმენიას ხედვა, ხელოვნების სფეროში მიღებული განათლება აღმოჩნდა განმსაზღვრელი, როგორც ცალკეული დეტალების შექმნის, ისე საერთო არქიტექტურული ლანდშაფტის ჩამოყალიბების, რაც სხვადასხვა რელიგიისა თუ ინტერესის მქონე სტუმარს შეუცვლელ შთაბეჭდილებას უქმნის. იღუმენიას ხელით არის შესრულებული წმინდა სიდონიას სახელობის ბაზილიკის იატაკის მოზაიკა. ამავე ტექნიკით სრულდება მონუმენტური ხატები. მხატვარი არის დედაო, მაგრამ მისი შესაძლებლობები ამოუწურავია. პირველ რიგში ის მონაზონია, მლოცავია და დიდი ენერგიის და გონების შესაძლებლობები უნარი აქვს დედაოს და ხედვა ძალიან კარგი. ეს არის ყოველთა წმინდათა საქართველოში გაბრწყინებულთა ტაძარი. ეს არ არის მხოლოდ ეთნიკური მდგომარეობა, არამედ ვინც საქართველოშია, როგორც ადგილზე გაბრწყინა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად აბოთბილელი არ იყო ქართველი, მაგრამ ის საქართველოს ეკლესიის უდიდესი წმინდანი და მნათობი არის. აი ნახეთ, სვეტები
ჩუქურთმებული დაძრის შიგნით ჩუქურთმები ჩვენ თითქმის არ გვხდება სვეტებზე. დედა სიდონია მოიფიქრა და ესე გააკეთა, ძალიან ლამაზია. ეს სასაფლაო, სადაც ძირითადად მონოზვნები არიან დაკრძალულები და აქ არის წმინდა სევერიანი აჭარელი ამხსარებლის საფლავი, რომელსაც როგორც წმინდანს ისე შეგიძლიათ მობრძანდეთ და შეწევნას თხოვოთ. შეგვეციოს მისი ლოცვა. სამონასტრო კომპლექსის შექმნამდე 5 წლით ადრე ფერიის მთაზე ფუნქციონირებდა ბავშვთა სახლი, რომელმაც მოგვიანებით გიმნაზიის სახე მიიღო და დღეს წმინდა მატათა მოციქულის სახელობის საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით 120 მოზარდი სწავლობს. კონტინგენტი მოიცავს მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, დევნილებს, ეკომიგრანტებს, ობლებსა და სასულიერო პირების შვილებს. დღესდღეობით გიმნაზიაში მხოლოდ 12 მოზარდია მუდმივი ბინადარი, რომელთაგან ერთ-ერთი გელა მიქელაძეა. მე-10 კლასელის ცხოვრების ისტორიისათვლა სწორედ რომ ამ დაწესებულებაში იწყება. მე დავიბადე 2009 წლის 12 დეკემბერს და დაბადებიდან დაახლოებით 9 თვის შემდეგ მომიყვანეს აქ. ვიყავი პრობლემული პიროვნება ბიოლოგიურად, იმიტომ რომ მშობელს უცხეს რომ დაახლოებით 10-15 დღე იცოცხლებს ეს ბავშვიო. და მომიყვანეს ამ დაწესებულებაში და მეუფემ და დედაო თავისი რესურსებით, მათი წყალობით გადავრჩი და აი ფაქტის სახეზეა რომ დღეს ჯართელი ვარ და ვდგავარ ფეხზე. და რაც შეეხება სკოლას, სკოლა იმიტომ მიყვარს რომ აქ არის სიყვარული. ანუ მოდის სიყვარული პედაგოგებიდან, აღმოსავლელებიდან, პერსონალიდან და ამ სიყვარულით ახვიზარდე მე. და ამ სიყვარულს ახლა მე გამოვცე პირიქით, ანუ ვაბრუნებ უკან საზოგადოებაში და როდესაც ქალაქში გავდივარ, უცხოეთში გავდივარ, ამ სიყვარულით ვეპყრობი ადამიანებს და მათი დამოკიდებულება ჩემმართებაში განსხვავებულია, რაც მე საკმაოდ მახარებს და მაბედნიერებს. მთავარი პრინციპი ჩვენი არის სიყვარული. ნუ ახლა ამას რაღაცა ბანალურად შეიძლება გამომდის, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი ტიპის ურთიერთობა, რაც არის მოსწავლეს და მასწავლებელს შორის, აღმზრდელსა და მოსწავლეს შორის, მე არც ერთ სკოლაში არ მეგულება არსებობდეს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის დამსახურება ჩვენი მეუფე დიმიტრის, ჩვენი დედა სიდონიას და ეს დამოკიდებულებები ჩვენს მიმართაც, აი ჩვენი ურთიერთობა ერთმანეთში, თუნდაც თანამშრომლების რაღაცა საოცარი დამოკიდებულება და ბავშვები ამასაც კარგად ხედავენ და უყურებენ. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ გამორჩეულია, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ პედაგოგები სხვანაირად უდგებით აი ამ საკითხს ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი სკოლა არ არის და ჩვეულებრივი მოსწავლე არა. თითქოს ეს ბავშვი ჩვენი ნაწილია, ჩვენი ოჯახის ნაწილია. ჩემი შვილია, რა ვიცი, მისაც ვასწავლედი და ვინც მიცნობს, არ მგონია სხვა განცდა კონდეს და სხვა დამოკიდებულება მართლაც რა ვიცი. გიმნაზია ეროვნულ სასწავლო გეგმას მიჰყვება, თუმცა სწავლება დამატებით საგნებსაც მოიცავს, რომელიც სასწავლო პროცესის დაწყებამდე განათლების სამინისტროსთან თანხმდება. აქ საღვთო ჯული ისწავლება. სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე მოსწავლეებისთვის საგანი არჩევითია. ტოლერანტობა უმთავრესი. როგორც გვიყვებიან გიმნაზიის ინფრასტრუქტურა, კლასებში მოსწავლეების სიმცირე 4-ჯერად იკვება, ტრანსპორტით მომსახურება და სხვა არაერთი დეტალი ქმნის იმ სასურველ გარემოს, რომელზეც თავად მოსწავლეები აკეთებენ აქცენტს. ვის უყვარს ყველაზე მეტად სკოლაში სიარული და რატო უყვარს? შენ რატომ უყვარს? მას მე იმიტომ რომ თავისუფლება, უფრო სხვა სკოლებთან შედარებით და უფრო კარგია გაკვეთილების ჩატარება და უფრო მხიარულად ატარებენ მასწავლებლები. მე ძალიან მოწონს ამ სკოლაში სიარული, რადგან დავალებებიც არ გვაქვს ხოლმე უფრო ხშირად სასწავლი, რადგან აქ ვამთავრებთ ყველაფერს და ჩვეულებრივად დავალებების გარეშეც მივდივარ სახლში და ანუ მე რაღაც თავისუფლებას გცნობ აქ თავს და სტუდიებიც რო არის ეს ამოწონს. გიმნაზიაში 18 სახელოვნებო თუ სპორტული სტუდია ფუნქციონირებს, სადაც სწავლება გაკვეთილების დასრულების შემდეგ დღის მეორე ნახევარში მიმდინარეობს. გვაქვს სპორტული სტუდიები, კალათბურთი და ფეხბურთი, გვაქვს ქორეოგრაფია, ქართულ ცეკვებს ვასწავლით, ასევე სახელოვნებო სტუდიები გვაქვს, მინანქარი, ეს იქნება თექა, გობელენი, ბატიკა, ფერწერა, ასევე უცხოენები, ინგლისურის გაძლიერებული სტუდია გვაქვს, ბენდი გვაქვს, აი ვოკალი ცალკე მუშავდება, დრამი ცალკე მუშავდება და ასევე გიტარა, ბას-გიტარა და ისე კლასიკური გიტარა და ასევე ხალხურზე ბავშვები სწავლობენ ქართულ საკრავებზე დაკვრას და ასევე ხალხურ სიმღერებს. ზოგადად სახარებაში ასე არის, როგორი რომ გამოვაცხოთ, საჭირო არის საფუარი. ეკლესია არის საფუარი სოფლისა. და სწორედაც რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ადგილი არის ეს ადგილი აჭარისთვის და არა მხოლოდ აჭარისთვის. Შემიძლია ვთქვა, თამამად შემიძლია ვთქვა და თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, ეს არის მთელი საქართველოსთვის, იმიტომ რომ სხვადასხვა კუთხიდან მოდიან და აქ განათლებას ღებულობენ ბავშვები. გიმნაზიაში სწავლის ერთი დღე დასრულდა. ისევე როგორც ჩვენი მცირე ხანგრძლივობის მოგზაურობა ფერიის მთაზე, სადაც რამდენიმე საათიც კი საკმარისია მიღებული შთაბეჭდილება ლეიტმოტივად კარგ ახანს გაგყვეს.